შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი, კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციების საკითხში სახელმწიფო მინისტრმა მამუკ ამდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება აუზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის მტრობისა და შეურაცხყოფის სახალისება. როგორც მამუკ ამდინარაძემ აღნიშნა, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით. მამუკ ამდინარაძის დღევანდელ განცხადებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. მახსოვს ესეთი არაერთი ადამიანი, რომელსაც იბარებდნენ, მიდიოდნენ სასამართლოებში და უკვე მოსამართლეების ხელით ხდებოდა მასთან მიმართებით აი ამ სამართალდამრღვევად მათი ცნობა სწორედ აი ამ კრიტიკის კონტექსტში. ამიტომაც შინაარსობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას აქამდე ისედაც აკეთებდა. და ეს დაანონსებული ცვლილებები ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ახლა იქნება სავარაუდოდ გამოყოფილი ერთი კონკრეტული უწყება, რაც კონკრეტული დეპარტამენტი, სამმართველო, რა სახელსაც ისინი მას ამას დაარქმევენ და მათი ყოველდღიური ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში, რომელიც მათ შორის შეიძლება მოიაზრებდეს სოციალურ ქსელს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების კონტროლი. ეს არის ფაქტობრივად ცენზურის მექანიზმის დაანონსება და შექმნა. გამოიწვევს თუნდაც იმას, რომ ცენზურა და თვითცენზურა პრაქტიკულად გახდება ქვეყანაში უკვე მნიშვნელოვანი სერიოზული პრობლემა და ვინ უნდა განსაზღვროს ხო თუ რა კომუნიკაცია არის აგრესიული, რამდენად აგრესიულია, თუნდაც რამდენად რა შეიძლება ჩაითვალოს შუღლის გაღვივება, ხომ რა შეიძლება იყოს განხილული როგორც ღირსების შემნახავი ქმედება და შემდეგ ეს ყველაფერი ალბათ მე ვფიქრობ არის ის საკითხი, რომელზეც სამართლის ორგანოებს უფრო მეტი თავისუფლება მიეცემათ იმისთვის, რომ გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ახალი მექანიზმები და კიდევ ხასოს რო ეს ხდება მაშინ, როდესაც არაეფექტური გამოძიება არის მათ შორის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ქვეყანაში და სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს ასეთი სახის რიტორიკა სიძულვილის ენის გამოყენებას წლების განმავლობაში. არის ცენზურის დაწესებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გაგრძელების საკმაოდ საშიში ტენდენცია და შევახსენოთ ხომ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული არა მხოლოდ ისეთი აზრები და ან იდეები, რომელიც უწყინარია, არამედ ისეთი იდეებიც, რომელიც შეიძლება შემაწუხებელი, შოკის მომგვრელი იყოს და მას არ ეთანხმებოდეს სახელმწიფო ან საზოგადოების ნაწილი. შესაბამისად, აი ამგვარი ინიციატივები, რა თქმა უნდა, არსებით საფრთხეს უქმნის სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და იზრდება უფრო მეტად მცდელობები იმისა, რომ გაკონტროლდეს მათ შორის საჯარო სივრცეში მოქალაქეების მიერ გამოხატული მოსაზრებები. ამისი მცდელობა ჯერ კიდევ საკანონმდებლო დონეზე დაიწყო გასულ წელს, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსით აიკრძალა საჯარო მოხელის ის ცვლილებები, რომელიც ადმინისტრაციულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იქნა მიღებული გასულ წელს, ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მათ მიმართ გამოხატულ სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ სხვაგვარ შეურაცხყოფელ გადაკიდებას. ამიტომ ამ ეტაპზე ბუნდოვანი რჩება მხოლოდ საკითხი, რა ტიპის სამართლებრივი საფუძვლით იქნება შეფასებული.